ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაც მიდისათა. ჩვენთან არის ღმერთი. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს. პირველ რიგში მადლობა ღმერთს, რომ კიდევ ერთი ლიტურგია აღვასრულეთ და ვინც ეზიარეთ, ყველას გილოცავთ. საკურნებელი იყოს სულის და ხორცის თქვენი ზიარება, მაცხოვრის უხრწნელ საიდუმლოებებთან. ღმერთმა დაგლოცოთ, მრავალს დაგასწროთ. გილოცავთ კვირაცხოვლობას. დღეს არის აღდგომის სწორი აღდგომი, ანტიპასხა ასე ქვია, აღდგომის განახლება. ღმერთი შეგეციოთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ და აღდგომის სიხარული გეტარებინოთ ყოველთვის გულში და ეს აღდგომის განცდა, თუ რა დიდი დღესასწაულია და თუ რა მოგვიტანა ჩვენ მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომამ, აი მის ხსოვნა ღმერთმა ყოველთვის ასე ვთქვათ მოგცეს ძალა, რომ ჩვენ გულებში იყოს ეს დიდი დღესასწაულის სიხარული. დღევანდელ დღეს გარდა იმისა, რომ ჩვენ კვირაცხოვლობა გვაქვს და აღდგომის განახლება, დღევანდელ დღეს ასევე წმინდა ეკლესია თომა მოციქულსაც მოიხსენებს, კონკრეტულად თომა მოციქულს იმ კუთხით, რომ ეპიზოდი იკითხება სახარებიდან, რომელიც ეხება თომა მოციქულს და რომელიც ერთ-ერთი ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი მომენტი არის ზოგადად ადამიანებისთვის, იმიტომ სახარებაში როგორც ყველა ეპიზოდი მნიშვნელოვანია და ესაც არ არის გამონაკლისი, რა თქმა უნდა და ეს არის მომენტი, როდესაც კვირათით აღდგარი მაცხოვარი ეცხადება მოციქულებს და თომა მოციქული იქ არ იმყოფება, როგორც სახარებიდან წავიკითხეთ და მერვე დღეს, მისი აღდგომიდან მერვე დღეს ისევ ეცხადება და მანამდე თომა მოციქულს ეუბნებიან სხვა მოციქულები, რომ ქრისტე აღსდგა, მაგრამ მისი ასე ვთქვათ პასუხი ეს არის მის მცირედ მორწმუნეობა. ხშირად ურწმუნო თომას ეძახიან ხოლმე და რაღაც ცოტა ცუდად ჟღერს ეს. ურწმუნო ადამიანური სისუსტე, ადამიანური მცირედ მორწმუნეობა, რა თქმა უნდა, ყველას გვახასიათებს და თომა ურწმუნო არ ყოფილა, რა თქმა უნდა. უბრალოდ მისი ადამიანის სისუსტე გამოჩნდა, ყველას გვახსოვს ალბათ პეტრე მოციქულის ადამიანური სისუსტე, როდესაც სამჯერ უარყო მაცხოვარი და ამ შემთხვევაშიც ამასთან გვაქვს ადგილი მისი მცირედ მორწმუნეობა და ვერ ირწმუნა იქამდე და თქვა, რომ სანამ ჩემით არ შევეხები, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ, სანამ ჩემით არ შევეხები მის განგმირულ გვერდს, რა თქმა უნდა არ ვიწამებო და შემდეგ უკვე ამ სიტყვიდან ერთი კვირის შემდეგ, 8 დღის შემდეგ მაცხოვარი ეცხადება ისევ მოციქულებს, სადაც უკვე თომა მოციქულიც არის და იქ ხდება სწორედ ის საუბარი, რომ თომა შეეხე ჩემს გვერდს, შეახეთ ხელი და თომა მოციქულის აღიარება, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ესეთი მომენტი ამ სახარებიდან მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი მომენტი, რომ თომა მოციქული, რომელიც ასე ვთქვათ, როგორც მოგახსენეთ, ის სხვა მოციქულებისგან იღებს მაცხოვრის აღდგომის შესახებ და არიჯერებს გარკვეულწილად მთელ კაცობრიობას განასახიერებს იმ მხრივ, რომ ჩვენც რა თქმა უნდა მცირედ მორწმუნეები ვართ და ხშირ შემთხვევაში გვჭირდება ხოლმე რაღაც ზედმეტი დამოწმებები და გამომეძიებლობა იმისათვის, რომ რამე ვირწმუნოთ და მით უმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი მაცხოვრის აღდგომას ეხება. სამწუხარო დღესაც არიან ადამიანები ალბათ, ვისაც ეჭვი ეპარება ამ ყველაფერში, მაცხოვრის აღდგომაში და ეს გამომეძიებლობით ხდება ეს ყველაფერი, რომ ადამიანი მაინც გამომეძიებელია და სანამ არ დარწმუნდება ხილულად, რომ რაღაცა მოხდა, იქამდე არ იჯერებს ხოლმე და ძნელად იჯერებს და სწორედ ეს დაემართა, როგორც აღვნიშნეთ თომა მოციქულს და სწორედ ამიტომ იხსენებს ამ სახარებისეულ მომენტს დღევანდელ დღეს ეკლესია, რომ სანამ არ ირწმუნებ, სანამ არ ნახავ იქამდე რომ ვერ ირწმუნებს ადამიანი და როდესაც უკვე მოციქული თომა თაყვანს სცემს მაცხოვარს და ეუბნება უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. ეს როგორ ხდება? ეს ხდება მისი, ასე ვთქვათ, წამიერად ხდება მისი შეცვლა, აი ხილვის მერე, რაც მაცხოვარი გამოეცხადა მას და ეუბნება, რომ შემეხე და ირწმუნე. და მაცხოვარის სიტყვებია ასეთი, რომ შენ მიხილე და მირწმუნე და ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ უხილავ და ჩემი რწმენა. აქ რა თქმა უნდა, თომა მოციქული მაცხოვართან ერთად დადიოდა, მაცხოვართან ერთად აღასრულა და ის იყო შემსწრე სასწაულებისა, რაც მაცხოვარი აღასრულებდა და ბევრი ადამიანი მის გარშემოც. და მაინც ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეულწილად გამოიჩინა ეს მცირედ მორწმუნეობა და ჩვენ, რომელსაც არ გვიხილავს, რაოდენ უფრო მეტად მოგვეთხოვება ის, რომ უფრო გაძლიერებულები ვიყოთ რწმენაში, რომ ჩვენ აი ეს ყველაფერი არ გვინახავს, ხო? ჩვენ მარტო ვიცით სახარებიდან ეს წაკითხვით, ასე ვთქვათ და უფრო მეტი გულმოდგინება და უფრო მეტი სიფხიზლე მოგვეთხოვება ასე შემდეგ, რომ იმისათვის, რომ უფრო
მეტად ვირწმუნოთ და უფრო მეტად ვიყოთ გაძლიერებულები რწმენაში. და სწორედ აი მდგომარეობა უნდა გქონდეს, რომ თომა მოციქულთან ერთად ვთქვათ, მე ჩვენ რო უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი და ეს ყველაფერი ღმერთმა უწყის, როდის ვის გულს როდის შეეხება და როდის შეიცვლება ადამიანი აი ამ მდგომარეობამდე, რომ უხილავად ირწმუნოს რა და ყველას გვახსოვს ალბათ ესეთი მომენტი არის სახარებაში, როდესაც ნათანაელ მოციქულთან არის დაკავშირებული ლეღვის ქვეშ რო ეუბნება მაცხოვარი, ვიდრე ფილიპეს ხმობამდე გიცოდი, როცა ლეღვის ქვეშ იყავი, ნათანაელ მოციქულს ეუბნება და ნათანაელ მოციქული რა თქმა უნდა იყო განსწავლული, ელოდებოდა როგორც ყველა მაშინდელი იმ დროს მცხოვრები ადამიანი მესიის განკაცებას იმან იცოდა, რომ მესია უნდა მოსულიყო და გარკვეულწილად იმას სათყოფნა ჰქონდა და უფალი სწორედ ამას გულისხმობს ამ ყველაფერში, რომ ეს მოლოდინი, როდესაც უხილავად მე შენთან ვიყავი და ეხა უკვე ხილულად ხედავს ამ ყველაფერს და ვისაც შენელოდები ეს მე ვარ და ზუსტად დაახლოებით იგივე ემართება თომა მოციქულს სამარიტელი დედაქალაქის მაგალითი, რომელმაც ასევე იცოდა რომ მესია უნდა განკაცებულიყო და მაცხოვარი სწორედ იმ ჯურმულთან უცხადებს რომ მე ვარ ის შენ ვისაც ელოდები და დაახლოებით აი ესეთი მდგომარეობაა თომა მოციქულთან დაკავშირებითაც რომ ის იმან იცის რომ მაცხოვარი განკაცებულია, რა თქმა უნდა, მოსულია მის გვერდით არის, მაგრამ მისი აღდგომას რო ვერ ირწმუნებს, აი ზუსტად აი ეს მოლოდინია, რომ მაცხოვარი ამით თავის სიტყვებით რო შემეხე, ზუსტად იმას ეუბნება, რომ მე შენი ფიქრი, როდესაც შენ ეს თქვი, ხმამაღლა, იმ წუთას კი ვერ მიხილე, მაგრამ მე სულ შენთან ვიყავი და თომა მოციქული ამით ხვდება, რა თქმა უნდა, ყველაფერს ამით აგზნობინა მაცხოვარმა და ზუსტად აი ეს ამოძახილი იყო ის სიტყვები, რომ უკვე ირწმუნა ხილულად და უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი და იქამდე თუ თომა მოციქული ასე ვთქვათ მოწაფეთ იწოდებოდა აი იმ სიტყვების თქმის დროს, როდესაც არ სჯეროდა, აი ამ სიტყვების დროს, როდესაც უკვე აღიარებს, რომ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი, აი ამ დროს უკვე ასე ვთქვათ მოციქულებრივი, ასე ვთქვათ მოციქულებრივი დადგენა მიეცა, დადგინა როგორც მოციქული და შემდეგ უკვე ქადაგებელი თელ ასე სოფლიოში მაშინდელში. ღმერთი შეგვეციოს და გაგვაძლიეროს იმისათვის, რომ აი ეს რწმენა თომა მოციქულის, მართლა არ ვიცით ჩვენ როდის შეეხება ჩვენ გულს მაცხოვარი, მაგრამ აი ამ მაგალითით ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ ის უხილავად ყოველთვის ჩვენთან არის, ყოველ წამს და ყოველ წუთს. ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ მის ჩვენს გვერდში ყოფნას და რა თქმა უნდა თომა მოციქულთან ერთად. ყოველთვის უნდა ვიძახდეთ, რომ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. წამს უფალო შეეწიე ჩემს ურწმუნოებას. აი ეს სიტყვები, ხო, აი ეს სულ თან უნდა გვდევდეს და სულ უნდა გვწამდეს იმისა, რომ ჩვენთან არის ღმერთი ყოველთვის, ნებისმიერ გასაჭირში, ნებისმიერ განსაცდელში, ნებისმიერ ასე ვთქვათ სიხარულის დროსაც ყოველთვის ჩვენთან არის და მისი დაშვების გარეშე და მისი წყალობის გარეშე არაფერი არ ხდება ჩვენს გარშემო და როდესაც ამას ვირწმუნებთ, უფრო თვილადაც ვიქნებით მოწოდებულები იმისათვის, რომ ეს აღდგომის სიხარული ყოველთვის ჩვენ გულში იყოს და ჩვენ გულში გვეტარებინოს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და ღმერთმა მოგცეთ აი თომა მოციქულის აი სარწმუნოება და ის სიტყვები უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი სულ ჩვენ გულებში იყოს. ჩვენთან არის ღმერთი. ქრისტე აღსდგა. ღმერთმა გაგახაროთ.